მოგესალმებით, ჩემო სიხარულებო, იმედი მაქვს, რომ ყველანი ძალიან კარგად ხართ. მოგიკითხავთ შორიდან ყველას. დღეს მე მოვედი თქვენთან ასეთი გაშლით, რის თქმას სურს მას, მაგრამ არ გეუბნებათ. მოდით უცბად ვნახოთ სიგნიფიკაცია, ვნახოთ თუ რა ხდება ახლა თქვენ შორის. და შემდეგ გავარკვიოთ, რას მალავს, რისი თქმა უნდა თქვენთვის მას, მაგრამ არ გეუბნებათ. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული მიზეზი ექნება, ხო? თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ეთქვა მას ის, რისი თქმაც სურს, ხო? მასე ნახოთ ჯერ სიგნიფიკაცია, ხო? ნახოთ რა ხდება ახლა თქვენს ურთიერთობაში. ამჟამად. თქვენს ურთიერთობაში ამჟამად ხდება ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი გრძნობა, შესაძლოა იყოს საუბარი თქვენთვის პირველ სიყვარულზე, ურთიერთობაზე, რომელიც გრძელდება ძალიან დიდი ხანი. მე ვიტყოდი იმას, რომ თქვენ შორის არის ძალიან დიდი სიყვარული, მაგრამ რაღაც მიზეზების და გამო ამჟამად, მე ვამბობ ამჟამად და არა საერთოდ, თქვენ შორის არის ცოტა არეული სიტუაცია. თქვენს პარტნიორს აქვს, ასე ვთქვათ, ქაოსი. ქაოსი რის გამო? არ არის ჩამოყალიბებული იმაში, თუ როგორ გააგრძელოს ეს ურთიერთობა. მას სურს ამ ურთიერთობის სადავეების ხელში აღება, კარგი გაგებით ძვირფასებო და ამიტომ იგი არის საფიქრებელში, ასე ვთქვათ, მიცემული თუ რა ხერხით, რა ღონით აიღოს მისთვის სასურველი სადავეები ხელში და მართოს ისევ კარგი გაგებით, მართვა ბრჭყალებში ჩავსვათ, მოდით ეს სიტყვა, ეს ურთიერთობა, რადგან განვითარდეს უფრო მეტად. აქ ზოგისთვის შესაძლოა იყოს კიდევ მეორე ტიპის ადამიანებზე ვთქვათ, ხომ? ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთი ახლახანს გაიცნეს და ურთიერთობის ახალ საწყის ეტაპზე დგანან, ისინი არიან თით როგორ ენერგიებში, ზოგადად სრულიად ისეთ ენერგიებში, როდესაც ახალი გაცნობილი ყავს ადამიანი, არის ახალი შეხვედრები, და ურთიერთობა, ჯერ არ იცით როგორ გაგრძელდება, ხომ? აქ არის ერთგვარი გრძნობა გაჩენილი, მაგრამ არა სერიოზული, ხომ? ფიქრობთ სამომავლოდ მისცეთ თუ არა შანსი ამ ურთიერთობას გასაგრძელებლად, ხო? ცდილობთ კი ბატონო ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ჯერჯერობით მაინც სრულიად არ ხართ ჩამოყალიბებულები ამ ყველაფრისთვის. მე ამას ვიტყოდი. ხოლო იმათთვის, ვისთვისაც არის ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი ხნის ურთიერთობა და არის ძლიერი სიყვარული და ამჟამად არის, ასე ვთქვათ, ქაოსური სიტუაცია, აქ შესაძლოა ძვირფასებო თქვენი პარტნიორის მიერ ეს ქაოსური და, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტი, ესე ვიტყოდი, პოზიცია, რის გამო არის გამოწვეული, ესე იგი შესაძლოა მას წარსულში ქონდა ძალიან დიდი დანაკლისი, რამაც ძალიან ისეთი გულზე მოსახვედრი ტრამვა დაუტოვა. აქ შესაძლოა იყოს კარგვარად ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მწარე და ცუდი გამოცდილება პირველი ურთიერთობიდან, ხოლო აი ახლა, როდესაც უკვე თქვენთან ურთიერთობაში იმ ეტაპზე მივიდა, რომ საკმაოდ ისეთი ღრმა გრძნობა გაუჩნდა, ცოტა შეშინდა და თავის თავთან, საკუთარ თავთან არის ბრძოლებში,
თან თითქოს ეწინააღმდეგება ამ გრძნობას, მაგრამ ის ემოცია და ის გრძნობა, რასაც განიცდის თქვენს მიმართ, არ უშვებს უკან გადასადგმელად, ანუ უკან რომ გადადგას ნაბიჯი, როგორც სწორედ ჩავაყალიბე ხომ აზრი. მაგრამ თან ვერც წინ ვერ მიდის, ანუ რაღაცა ისე გაიყინა, ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ადგილას, ხომ? და თქვენ ხართ მოლოდინში, ანუ ვერ ხვდებით, ანუ რამ განაპირობა მისი ეს პოზიცია, ასე ვთქვათ, მისი ეს თან თითქოს უკანაც არ დაუხევია, მაგრამ არც წინ არ მიდის, ანუ გრძნობთ თქვენ და ხვდებით, რომ რაღაც ისი არ არის, როგორც იყო უწინ, ასე ვთქვათ, ხომ, თქვენს ურთიერთობაში. მოდით კიდევ ვნახოთ, რას გვეტყვით და თქვენ ამის გამო საკმაოდ ისეთ სადარდებელში ხართ, მინდა გითხრათ, ეს ნორმალურიც არის, ხომ, როდესაც ჩვენი პარტნიორის გრძნობებში და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ჩვენ ეჭვს შევიტანთ, ეს რა თქმა უნდა ბადებს უკვე ნეგატიურ ემოციებს, ხომ? მაგრამ მე იმას გეტყვით, რომ თქვენ ამ ადამიანს უყვარხართ ძვირფასებო, უბრალოდ მიეცით დრო იმისთვის, რომ იგი გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარ სურვილებში და იმ ჩამოყალიბდეს თუ რა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ეს ურთიერთობა და დამერწმუნეთ, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება თქვენთვის სასიკეთო. კიდევ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ დაელოდეთ, ანუ ზოგადად ქალებს გვახასიათებს ესეთი სულსწრაფობა, არ გვიყვარს ლოდინიც, მაგრამ აქ დღეს ტარო გვირჩევს და გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ მომთმენები და უნდა დაველოდოთ იმ ადამიანს, ჩვენთვის საყვარელ ადამიანს, ხო? ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ახალი ურთიერთობის დასაწყისი, მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობა გრძელდება, არის შეხვედრები, კარგი სიტუაცია არის, ანუ ისეთი სიტუაცია არის, რაც არის ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ხო? არის გართობა, არის დროის გატარება, მაგრამ ასე ვთქვათ, ჯერჯერობით სერიოზული მაინც არაფერი. კარგით, მოდით ამ სიგნიფიკაციას მე დავტოვებ და მას ასე გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ანუ დღევანდელ ჩვენთვის საინტერესო თემაზე, რისი თქმა სურს მას, მაგრამ არ გეუბნებათ, ხომ? აქ გვითხრეს კიდევაც ასე ვთქვათ, ხომ? ასე ვთქვათ, არა, აქ გითხრათ, რომ ანუ რის გამო არ გეუბნებათ იმას, რისი თქმა სურს, ხომ? იმიტომ რომ ჯერჯერობით არის საკუთარ თავში გარკვეული, ანუ არა გრძნობებში საკმაოდ გარკვეული ადამიანი არის, იმიტომ რომ იგი ამოვიდა როგორც თასების მეფე და თასების მეფე ჩვენ ვიცით, რომ არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან ემოციური, ძალიან ისეთი შეყვარებული საკუთარ სიყვარულზე იმ ადამიანზე, ვინც უყვარს, ანუ ხო, აღმერთებს, მისთვის არის ის ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? და მე აქ ვიტყოდი იმასაც, რომ ეს ადამიანი არის საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანი, არ გახლავთ ვიღაც პატარა ადამიანი, ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, შეიძლება ასაკით არის პატარა, მაგრამ და აქ შესაძლოა, რომ თქვენ შორის არის ასაკობრივი სხვაობაც, იმიტომ რომ მე აქ ამომივიდა თასების პაჟი და თქვენ შესაძლებელია, რომ თქვენ შორის არის ასაკობრივი სხვაობაც, მაგრამ ეს პიროვნება, ვიტყოდი იმას, რომ თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ სერიოზული, მგონება გახსნილი, მიზანდასახული და სერიოზული ადამიანი არის, მე ამას ვიტყოდი. და სხვათა შორის, ჩემს გაშლებში ხშირად ამოდის ეს ტიპის ადამიანი, რაც იმის მანიშნებელი არის, რომ
ჩემს სივრცეში იმყოფება ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში, ხო? კარგით, მაშ ასე ახლა აღარ გავაგრძელებთ მეც, ხო? და გადავიდეთ იმაზე თუ რისი თქმა სურს თქვენს საყვარელ ადამიანს, მაგრამ არ გეუბნებათ, ხო? ნახოთ და ეს ჩემი საყვარელი სუფის დასტა არის. ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი და ბევრის მთქმელი სხვათა შორის. მინდა ესეც აღვნიშნო. ნახოთ რისი თქმა სურს, მაგრამ არ გეუბნებათ. რისი თქმა სურს. რისი თქმა სურს ჩემო ძვირფასებო და ჩემო საყვარლებო და იმის რომ ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ აი იცით როგორ გიდგებათ, როგორც პატარა ბავშვს. როგორც პატარა ბავშვს უნდა გაუფრთხილდე, უნდა მოუარო, უნდა მიესათუთო, ცივინიავი არ მოაკლო. ამავე დროს, ჩემო ძვირფასებო, თქვენში აი ზუსტად იმ ძალას პოულობს, რა ძალაც აძლევს მოქმედების საშუალებას. თქვენ გიყურებთ ისეთ ადამიანად, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო თქვენ საკმაოდ შემდგარი ადამიანი ბრძანდებით, ანუ არ ხართ სუსტი ადამიანი. მას თქვენ ცით კიდევ როგორი ემოციები და სურვილები აქვს, უფრო ემოციები თქვენს მიმართ, უნდა ყოველთვის ჩაგეხუტოთ, უნდა ყოველთვის ახლოს ყავდეთ, ყოველთვის მოგესიყვარულოთ. კიდევ რას ეტყოდი? კიდევ ორი ერთად ამოვიდა, ნახოთ რატომ. კიდევ კი ბატონო, აქ არის საფიქრალში და საგონებელში ჩავარდნილი იმის გამო, რომ თქვენი ეს სიძლიერე, თქვენი ეს დადებითი მუხტი მას კიდევ უფრო მეტ საფიქრალში აგდებს და რატომ ეს თუ შეიძლება რომ გითხრა, რატომ გეშინია ამ ყველაფრის? თქვენ როგორ გიყურებთ ეს ადამიანი, ჩემო სიხარულებო? თითქოს თქვენ ძალიან მეტი ხართ მისთვის. ცითა თქვენ გიყურებთ როგორც ვარსკვლავს. აქ შესაძლოა თქვენ ისეთი ადამიანი იყოთ, რომელიც საზოგადოებაში ჩანს. რომელსაც საზოგადოება ძალიან აფასებს, მის აზრს პატივს სცემენ, როგორც ვარსკვლავი ისე ჩანხართ საზოგადოებაში და ეს ყველაფერი თქვენ საყვარელ ადამიანს ცოტა არ იყოს აფრთხობს იმ გაგებით, რომ მე ასე ვიტყოდი, ალბათ ცოტა ისეთი დაბალი თვითშეფასების ადამიანთან შეიძლება გქონდეს საქმე, იმიტომ რომ როდესაც შენ საყვარელ ადამიანზე იმას ფიქრობ, რომ შენ მას არ იმსახურებ, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრი არის შენთვის, ეს იმის მანიშნებელი არის, რომ შენ არ გაქვს შენს თავზე ის წარმოდგენა, რა წარმოდგენაც უნდა გქონდეს, ხომ? იმიტომ რომ აქ ჩვენ სიგნიფიკაციაში ტარომ გვაჩვენა, რომ არც ეს ადამიანი არ არის თქვენი საყვარელი ადამიანი, ასე ვთქვათ, ხელწამოსაკრავი ადამიანი, ხო? საკმაოდ ჩამოყალიბებული და საკმაოდ წარმატებული ადამიანი ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თქვენ მაინც თითქოს ეზედმეტებით საკუთარი თავისთვის. გრძნობაზე რას ეტყოდი? მე იმას ვიტყოდი, რომ მე არა. ტარო რასაც მეუბნება, მე გადმოგცემთ გითარგმნით, ანუ მე ერთგვარი თარჯიმანი ვარ თქვენთვის. ესე იგი, იცით როგორ ამოდის ეს ადამიანი? ჩემო სიხარულებო, აქ შესაძლოა კიდევ აქ შესაძლოა იყოს კიდევ პაუზური სიტუაცია, შეიძლება გარკვეული რაღაცა დროის განმავლობაში თქვენ კომუნიკაცია არ გაქვთ. და იცით როგორ სიტუაციაში არის, ჩუმად მაინც გითვალთვალებთ ეს ადამიანი, აქ შეიძლება იყოს სოფთცელები, ან
თუ კი ერთ ქალაქში ცხოვრობთ, შესაძლოა რომ ის თქვენ სახლთან ახლოს ესე ჩაივლის, აივლის იმ იმედით, რომ სადმე მოგკრავთ თვალს. ცით კიდევ რა მომდის აქ, შესაძლოა ეს ადამიანი თუნდაც თქვენთან რაღაცა წერილის, რაღაცა თუნდაც SMS-ის მოწერა სურს, დაჯდება რაღაც აკრებს ტექსტს, მერე ისევ წაშლის, აკრებს ტექსტს, მერე ისევ წაშლის, ანუ რაღაცა საკუთარ თავთან არის ესე ერთგვარ ბრძოლებში, ხო? და ანუ ეს ცალსახაც არის, იმიტომ რომ მან დრო აიღო იმისთვის, რომ კარგად ჩამოყალიბდეს საკუთარ თავში და შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული და საკუთარ თავში გარკვეული არა გრძნობებში. კიდევ ერთხელ არ შეგვეშალოს ხომ? გრძნობებში მეკითხარით და საკმაოდ არის გარკვეული უბრალოდ გეგმებს სახავს სამომავლო გეგმებს სახავს, როგორ წარმართოს ხომ თქვენი ურთიერთობა და აქ შესაძლოა ჩემო ძვირფასებო რომელიმე თქვენთაგანს ოჯახი შექმნაც კი შემოგთავაზოთ, როდესაც ჩამოყალიბდება საკუთარ თავში, საკუთარ თავთან, ხო? როდესაც გაერკვევა და ჰარმონიაში და სრულყოფაში მოვა საკუთარ თავთან. გზას გაჰყურებს თქვენი პარტნიორი, ამიტომ ვამბობ მე რომ შესაძლოა თქვენ შორის მანძილიც იყოს, თითქოს იცით აი გზას გაჰყურებს რაღაცა იმის იმედით, რომ აი რაღაცა ასე ვთქვათ იდეა არა უფრო აი სწორი აზრი მოუვა, მოიკრებს ძალებს, ჩამოყალიბდება, გაერკვევა საკუთარ თავში და ძალიან სწრაფად მოვა თქვენამდე და გადმოდგამს მისთვის ასეთ ძვირფას და თქვენთვის ასეთ ძვირფას ნაბიჯს ძვირფასებო. დამიჯერეთ, რომ ის ფიქრები და ის დარდები, რაც თქვენ ამ ეტაპზე გაქვთ, ხომ? ძალიან მალე წარსულს ჩაბარდება და აი დამიჯერეთ რა, საკმაოდ ანუ ნუ დარდობთ, არ გაქვთ ამის მიზეზი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან მალე გამოჩნდება. თუ ვინმესთან დაპაუზებული სიტუაცია არის და თუ კი თქვენ ფიქრობთ იმას, რომ თქვენი პარტნიორი რაღაც ამ ბოლო დროს არეული არის ურთიერთობაში, დამიჯერეთ, რომ ეს სიტუაცია ძალიან მალე დალაგდება. რას გეტყოდათ კიდევ თქვენი პარტნიორი? რას გეტყოდათ იმ რისი თქმა სურს და არ გეუბნებათ კიდევ? გეტყოდათ იმას, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ მისთვის ხართ აი ყველაფერი, ანუ მზე, თქვენ ხართ ქალი, რომელიც ათბობს მას, თქვენ ხართ ქალი, რომელიც მას გზას უნათებს, ქალი, რომელიც აი საკმაოდ შემდგარი ადამიანი არის, ანუ აქ არ ვსაუბრობთ ჩვენ, ну, მამაკაცებმა ქალებზე იგულისხმეთ, ქალებმა მამაკაცებზე, ხო, გოგონებმა ბიჭებზე. გეტყოდათ იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის სასურველი, აი იმდენად სასურველი, რომ ღმერთო ჩემო, როგორ მოიჩქარის, ხედავთ? იმდენად სასურველი, რომ ღმერთს იმას ეუბნება, რომ არ ეგონა მას თუ იმას რაზეც და როგორ ადამიანზეც ოცნებობდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, აი თითქოს არ სჯერა, რომ ცხოვრებამ ზუსტად აი ესეთი ტიპის ადამიანი აჩუქა, ანუ ამ დიდ საჩუქარს თითქოს აი შეხედეთ მზის არკანი, ხომ? ანუ არ სჯერა თითქოს ამ ადამიანს იმის, რომ თქვენ მას ეკუთვნით, ანუ არ სჯერა იმ გაგებით, რომ ეს ოცნება აუსრულდა და ეს ნატურა აუხდა, ანუ ის ნატურა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. კიდევ რას ეტყვი ამ ადამიანს? კიდევ რას ეტყვი? ას ფაქტობრივად ყველაფერი გითხრათ. თქვენ ხართ ადამიანი, მისთვის აი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი ხართ, ჩემო ძვირფასებო. ანუ განსაკუთრებული აბსოლუტურად ყველანაირი გაგებით.
თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, აი შეუცდომელი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, თავისი შრომით, აქ შესაძლოა თქვენ გონებრივად მუშაობთ და ძალიან დიდი წარმატებები გაქვთ თქვენ სფეროში ძვირფასებო, რასაც კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ თქვენ ზუსტად აი ამ თქვენი დადებითი ენერგიებით და ამ თქვენი აზროვნებით ძალიან გამოირჩევით სხვებისგან, რაც საზოგადოებას ნამდვილად არ გამოეპარება და ამის გამო თქვენ საკმაოდ პატივისცემას იმსახურებთ თქვენს გარშემო ყოფთაგან. კიდევ გეტყოდათ იმას, რომ თქვენი დანახვა მას ახარებს, ჩემო სიხარულებო, მას ძალიან დიდი მონატრების გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და კიდევ იმას გეტყოდათ, რომ მასში თქვენ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თქვენ იყავით მისი, იცით რომ სწორედ მინდა რომ გითხრათ, თქვენი შესვლით მის ცხოვრებაში თქვენ მოახდინეთ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. იგი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი გახდა. თქვენ შეიძლება თქვენი რჩევებით, თქვენი გვერდში დგომით, შეცვალეთ თუნდაც მისი ცხოვრების წესი. აბსოლუტურად გაანულებინეთ, ასე ვთქვათ, ძველი ცხოვრება და ახლიდან დააწყებინეთ და თუნდაც ახლებურად დაანახეთ ცხოვრება. ახალი ხედვები დაეწყო მას, ასე ვთქვათ, ახლებურად ხედავს ცხოვრებას. აქ ისევ იგივეს მეუბნება, ჩემო ძვირფასებო, რომ თქვენ ხართ მისთვის ახდენილი ოცნება და მას თქვენამდე მოსვლა სურს, უნდა რომ ყოველთვის თქვენ ხედავდეთ, უნდა მას რომ ყოველთვის თქვენს გვერდით იყოს, მას თქვენზე ძალიან იცით როგორი მიჯაჭვულობა აქვს ბოდიშით თქვენს მიმართ, როგორც ადამიანს წყლის გარეშე რომ არ შეუძლია ყოფნა, ჰაერის გარეშე რომ არ შეუძლია ყოფნა და მას თქვენს მიმართ ასევე გეტყვით, რომ ძალიან დიდი სექსუალური მიზიდულობის ძალა აქვს, ენერგია, სურვილი. და ისევ იმას ვიტყოდი, რომ აქ ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ 80% მოდით ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ სიგნიფიკაციაშიც ამოგვივიდა იგივე არკანი, აქაც ამოგვივიდა, რომ მას თქვენთან ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება სურს, ჩემო სიხარულებო. დაელოდეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს, ნუ იდარდებთ, ნუ ნერვიულობთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ უმიზეზო ნერვიულობა იქნება, უბრალოდ დრო მიეცით, პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას, მიეცით დრო იმისთვის, რომ საკუთარ გრძნობებში არა, საკუთარ თავში გაერკვეს, ჩამოყალიბდეს და განახლებული ვარიანტით დაგიბრუნდეთ. გაკოცეთ ძალიან ბევრი დროებით.